ხუთი გულწრფელი კითხვა, რომელიც უნდა დაუსვა საკუთარ თავს, თუ ისევ გადადე საქმე ხვალისთვის. რას გავურბივარ სინამდვილეში, როდესაც ეს საქმე გადავდე? შეცდომის დაშვებას, შეფასებას თუ პასუხისმგებლობის აღებას. მეორე, ჩემი რა ნაწილი ეწინააღმდეგება სინამდვილეში ამ საქმეს? ბავშვი, რომელსაც ეშინია, პერფექციონისტი თუ კრიტიკოსი. რა მეორადი სარგებელი დგას იმის უკან თუ არ გავაკეთებ? არ არსებობს დამარცხების საშიშროება თუ არ გავაკეთებ, ვერ მივიღებ ცუდ შეფასებას და ვიქნები ყველასთვის მისაღები კარგი. მეოთხე, თუ გავაკეთებ ამ საქმეს, რა შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში? ზოგჯერ სიახლეები, რომლებიც დადგება ქმედების შედეგად, უფრო მეტად გვაშინებს, ვიდრე წარუმატებლობა ან მარცხი. მეხუთე, რა მოხდება, თუ არაფერი არ შეიცვლება და გავაგრძელებ გადადებას ერთი თვის განმავლობაში? მზად ხარ, რომ არაფერი არ შეიცვალოს? ერთი თვის შემდეგ, 6 თვის შემდეგ, 1 წლის შემდეგ.